Bismillah, alhamdulillah, assalamu alaikum, მოგესალმებით. გვეჭება თუ არა მარკეტებში ნაყიდი ქათმის ხორცი ან ძროხის ხორცი. ძვირფას მეგობრებო, ძალიან ბევრი ჩვენთაგანი მსგავს შეცდომებს უშვებენ, რადგან რაიმე ღონისძიება, როდესაც სტარდება, ეს იქნება მელოდია ან ქორწილი ან სხვადასხვა, თქვათ, თავშეყრა და როცა ხდება გამასპინძლება, ამბობენ, რომ ანუ ეს ქათმის ხორცი არის, ძროხის ხორცი არის, ნაყიდია ან ძეხვეულობაზე, ან სოსისში, ამბობენ, რომ 100%-ით ქათმისაგან არის დამზადებული, 100% ძროხის ხორცისაგან არის დამზადებული, სხვა ნარევი არ არის, ხო, რატო არ ჭამთ? ანუ მსგავსი ბევრი შემთხვევები ყოფილა. ძვირფას მეგობრებო, თავარი არ არის, რომ 100%-ით ნარევი არ იყოს, 100%-ით ძროხის ხორცი იყოს ან ქათმის ხორცი იყოს. ანუ გავითვალისწინოთ უნდა სამი რამ. პირველ რიგში, ადამიანი, როდესაც ჰკლავს ცხოველს ან ფრინველს, რომელიც რომ ჩვენ გვეჭმება და ის ადამიანი არის მორწმუნე, ანუ მუსლიმი, ერთი მთავარი პირობა უნდა გაითვალისწინოთ. ეს არის, უნდა ხდებოდეს დაკლა ფრინველის ან ცხოველის ღმერთის სახელის ხსენებით. ანუ ბისმილით უნდა იყოს დაკვლილი და დანარჩენი წესები, რომელსაც რო ვუფრთხილდებით. ასეთ შემთხვევაში ეს ხორცი, ქათმისა იქნება თუ ძროხისა, არის სუფთა, ჰალალი, ნებადართული, გვეჭმება, არ არის პრობლემა. მეორე შემთხვევა არის, რომ კიდევ გვეჭმება თუ არა არამუსლიმების მიერ დაკვლილი. ანუ ქრისტიანებისა და იუდევლებზე არის საუბარი, რადგან უზენაესი ალლაჰ თაალა წმინდა ყურანში მაიდას სურას მე-5 აიათში გვაბრძნობს და გვეუბნება, რომ დღეიდან თქვენთვის საკვებად ნებადართულია ყველაფერი, რაც რამ კარგი და სუფთაა. ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელით, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი. ანუ ეს კატეგორია ხალხი არიან ებრაელები, ანუ იუდევლები და ქრისტიანები. ოღონდ ხშირად ამასაც ამბობენ, რომ ხოჯა მარკეტებში ნაყიდი ბარკალი, ანუ ქათმის ხორცი ან ძროხისა, ხო ქრისტიანების მიერ დაკვლილი არის, რატომ არ გვეჭმება და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა არის, ძვირფასო მეგობრებო. აი ქრისტიანისა და იუდეველის დაკვლილი გვეჭმება, ოღონდ თუ ამ პიროვნებებმა მათი ხელით დაკლეს. და არ უნდა იყოს კიდევ მათი ეს ცხოველი დაკვლილი ან ფრინველი გარკვეულ დღესასწაულებს, როცა ისინი კლავენ, მათი შეწირვა, თქვათ, იესოს სახელით წირავენ და სხვა, კერპზე შეწირვა გამოდის და ამ შემთხვევაში არ გვიგვი, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, როცა სახლში არიან ან ნებისმიერ დროს დაკლავენ, არაა პრობლემა. მაგრამ მარკეტებში ნაყიდი, ანუ ქათმის ხორცი ან ძროხის ხორცი, ასეთ შემთხვევაში ძვირფას მეგობრებო, არ ჰკლავენ ხელით. აი მაგალითად ძალიან ბევრი ფირმა, დაახლოებით 100-დან 95% ფირმა, რომელიც რომ აწარმოებს ქათმის, ანუ ფრინველის ხორცს, არ ხდება ხელით დაკლა. ანუ მიმდინარეობს რობოტებით, დანადგარებით ხდება ამ ფრინველების დაკლა. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანის ხელით არ არის დაკვლილი, მაინც არ გვეჭმება, თუნდაც რომ ეს აწარმოებს არამუსლიმ, ანუ ქრისტიანმა ან იუდეველმა. ან თუნდაც ავიღოთ ძროხის ხორცი, აი მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ ჩვენთან ისე საქართველოში, მაგალითად თბილისში, ერთ-ერთ სასაკლაოზე, სადაც ცხოველებს, მსხვილფეხა ცხოველებს კლავენ, არ ხდება ხელით დაკლა, ანუ მიმდინარე უროს ურტყმენ თავში. ასეთ შემთხვევაში ის ცხოველი ლეშად ითვლება და არ გვეჭმება ხორცი, თუნდაც ეს ქმედება გააკეთოს არამუსლიმ, ანუ ქრისტიანო, თუნდაც რომ მუსლიმ ადამიანმა გააკეთოს, მაინც არ გვეჭმება. თავარი არის, რომ ყელი უნდა იყოს გამოჭრილი, ანუ სისხლი უნდა იყოს ნადენი. ასეთ შემთხვევაში თუნდაც იქ მომუშავე პერსონალი იყოს იუდეველი, იყოს ქრისტიანი ან მუსლიმი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ პირობებს უნდა გაუფრთხილდეს. მეორე შემთხვევა არის კიდევ ის, რომ როცა თუნდაც რო ხდებოდეს დაკლა, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ის პიროვნება არის უეჭველად ქრისტიანი ან იუდეველი, რადგან მომუშავე პერსონალი შეიძლება იყოს ათეისტი, შეიძლება იყოს, თქვათ, კერპის თაყვანის მცემელი, როგორც არიან, თქვათ, აგერ ხედავთ ინდოეთში, ჩინეთში, თაყვანებიან ცხოველებს, ფრინველებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილოთ. თუ ჩვენ დარწმუნებული ვიცით, რომ 100% რომ ეს ყველაფერს მაგალითად გარკვეული არის, რომ არის მაგალითად ხელით ქრისტიანის მიერ დაკვლილი ან იუდეველის მიერ დაკვლილი, ასე შემთხვევაში გვეჭმება, დანარჩენ შემთხვევაში არ გვეჭმება და ამიტომ ჩვენ როდესაც ვყიდულობთ, უნდა დავაკვირდეთ წარმოებელი რომელი ფირმა არის,
პროცედურები, ანუ ჰალალად არის, მაგალითად ძალიან ბევრი უკვე ფირმა შემოდის ამ ძროხის ხორცი იყოს თუნდაც ქათმისა, რომელიც რომ ჰალალად აწარმოებს ამ ყველაფერს, მაგრამ აი მარკეტებში ძირითადად ნაყიდი ქათამი პარკა, რომელიც რომ არ არის ამ პირობებით დაკლული, არ გვეჭმება ჰარამი, როგორც ღორის ხორცი, არ გვეჭმება ისეთნაირად არ გვეჭმება ის ქათამი და ის ძროხის ხორცი, ძვირფასო მეგობრებო. ამიტომ გავუფრთხილდეთ. არც იმ რესტორნებში არ გვეჭმება საჭმელი, თუ ეს ყველაფერი არ არის დადგენილი, რომ რომელ ხორციც, ან როგორი ხორცით, ან ფრინველი იქნება თუ ძროხის ხორცი, როგორი ფორმით არის, მაგალითად, თქვა სატყიდულობენ, ვინ არიან, როგორ ნაყიდი არის ჩვეულებრივად მარკეტებში ყიდულობენ თუ ასე შემდეგ. ანუ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ. ანუ ჩვენ პირდაპირ ან ძროხის ხორცი და გვეჭმება, მასე ვერ ვეთქვით. პასუხისმგებლობაში მივეცემით. ანუ როგორც რომ ღორის ხორცი ჰარამია და ვუფრთხილდებით აღჭამ, ისეთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ ამ შემთხვევებშიც. უზენაესმა ალლაჰმა გვაპატიოს ჩვენი შესწავლები და დადგენილ ჭეშმარიტ გზიდან არ აგვაცილოს.